სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, თეატროლოგიის დოქტორმა ოქტავიან საიუმ და სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დავით საყვარელიძემ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სოხუმის თეატრის პოზიციას საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობებში. ამ პარტნიორობით სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი გეგმავს მონაწილეობა მიიღოს ინოვაციურ პროექტებში, გააფართოოს საერთაშორისო კავშირები და ხელი შეუწყოს გამოცდილების გაზიარებას თეატრის პროფესიონალებს შორის. ძალიან მნიშვნელოვან ასოციაციაში გავწევრიანდით. ეს ასოციაცია არის ლიდერები, თანამედროვე თეატრის ლიდერთა ასოციაცია, რომელიც გარს უხსნის ჩვენ თეატრს უამრავ საერთაშორისო ასპარეზზე, კოლაბორაციების, სხვადასხვა თეატრებთან ურთიერთთანამშრომლობის და ესეთი ურთიერთგაცვლითი პროგრამების თვალსაზრისით, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში იმისთვის, რომ დავდგათ და ვიმოგზაუროთ მთელ სოფლიოში და ვაჩვენოთ ჩვენი თეატრის შესაძლებლობები, ჩვენი ხელოვნება გავუზიაროთ მათ. თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის, იმიტომ რომ ეს ურთიერთთანამშრომლობა მომავალში იქნება საწინდარი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების, საერთაშორისო პროგრამების, რომლებიც უკვე დაგეგმილია ამ ორ ორგანიზაციას შორის და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება სოხუმის თეატრისთვის და არა მხოლოდ სოხუმის თეატრისთვის. თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციაც ასევე ძალიან ამაყობს იმით, რომ ასეთი დიდი ისტორიის მქონე თეატრის პარტნიორი გახდა და მათთვის ასევე ძალიან საამაყოა, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ჩვენი თეატრი უკვე თითქმის 140 წლის არის.